მოგესალმებით. ეს არის ჩემი პირველი პოდკასტი YouTube პლატფორმაზე მისმინე. გამოგვყევით YouTube-ზე, ასევე თვალი გადავნეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი Facebook-ზე და TikTok-ზე. ამ გადაცემაში მინდა გესაუბროთ პროპაგანდასა და დეзинფორმაციაზე 21-ე საუკუნეში, რაც უცნაურია ერთი მხრივ სოციალების და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ძალიან გაიფურჩქნა პროპაგანდა და დეзинფორმაცია და მე პირადად მიმაჩნია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი დღეს არის სწორედ ის ნიაღვარი პროპაგანდისა და დეзинფორმაციის, რომელიც მუდამ გვხვდება სხვადასხვა სოციალურ ქსელებში თუ სხვადასხვა ტელევიზიებიდან. ამასთან ერთად სხვაგანაც, ასე ვთქვათ, მსოფლიოში fake news დაახლოებით 50% უჭირავს სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე და ამას წინათ თუნდაც რუმინეთში დაფიქსირებული შემთხვევაც, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ იქნა მოკვეთილი არჩევნებიდან TikTok-ის გამოყენების გამო ერთ-ერთი ამის მაგალითია. პროპაგანდა, ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს, მაგრამ პროპაგანდას ძალიან აქტიურად იყენებდა საბჭოთა კავშირი, რომელმაც ამის გაკვეთილები შეიძლება პირდაპირ გადმოიღო მესამე რეიხიდან და პროპაგანდის, ასე ვთქვათ, მამამთავარიდან იოზეფ ჰებელსიდან. პირობითად რომ დავყოთ პროპაგანდა შეგვიძლია დავყოთ რაღაც თეთრ, ნაცრისფერ და შავ პროპაგანდად. თეთრ პროპაგანდა არავითარ საფრთხეს არ წარმოშობს, უბრალოდ აკეთებს რაღაც პოპულარიზაციას, მაგრამ აი პირობითად რო ავიღოთ შავი პროპაგანდა არის პროპაგანდა, რომელიც 10% შედგება სიმართლისაგან, დანარჩენი 90% არის ტყუილი და ამ ტყუილზეა შემდგომში აგებული შეიძლება რომელიმე პარტიის სტრატეგია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა ამ ხრივ საბჭოთა კავშირის გამოცდილება, რომელიც პრაქტიკულად შეერაღებაში აიღო რუსეთმა და თავიდან ბოლომდე გაიზიარა. მაგალითად ინტერნეტში შეგიძლია ნახოთ 1970 წელს საბჭოთა კავშირიდან გაქცეული ჟურნალისტის და პრინციპში KGB-ს აგენტის იური ვესმენოვის ინტერვიუს, სადაც ის საუბრობს იმაზე, თუ როგორ აწარმოებს KGB პროპაგანდას და ამასთან რაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო, ვესმენოვი ამბობდა, რომ KGB საქმიანობის 15% წარმოადგენს უშუალოდ რაღაც აგენტურულ დაზვერვით საქმიანობას. დანარჩენი ეს არის თავიდან ბოლომდე პროპაგანდა და საზოგადოებასთან მუშაობა მათ გონებაზე ზემოქმედება. პროპაგანდის გარდა დაგალაპარაკებთ ასევე შეთქმულების თეორიებზე, რადგან შეთქმულების თეორიებს სამწუხაროდ ძალიან დიდი როლი უჭირავთ ქართულ პოლიტიკაში და ქართული ოცნების შეარაღებაში, ანუ ეს ცნობილი გლობალური ომის პარტია, რომელიც შემდგომში ტრანსფორმირდა deep state-ად და დღეს ხან deep state-ია, ხან გლობალური ომის პარტია, რომელიც გაახსენდებათ, იმას ამოიღებენ ხოლმე თაროებიდან. ამ თემაზე სალაპარაკოდ დღეს ჩვენი სტუმარი იქნება თემო პაპასკირი, თესეუს პროფესორი, რასადროის ბროლის ფლობელი და უბრალოდ განათლებული და წესიერი ადამიანი, ჩემი გუნდელი, რომელიც ძალიან მიხარია, რომ არის ჩემი პირველი სტუმარი. გამარჯობა თემო. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. მიხარია, რომ პირველ გადაცემაში სწორედ მე მომიწია ყოფნა. მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორც არის პროპაგანდა, დეзинფორმაცია, შეთქმულების თეორიები ჩვენს რეალობაში და ასე შემდეგ. მადლობა. პირველი კითხვა, შენ თუ თეორია, შეთქმულების თეორია, რომ ფინეთი არ არსებობს. მოგეთ. არის ეგეთი. შეთქმულების თეორიები იმდენნაირი არსებობს. კი, ყველანაირი შეთქმულების თეორია Men in Black-ში თუ გახსოვს ერთ-ერთი ეპიზოდია ელვისი რო უცხო პლანეტელებმა გაიტაცოს, როგორ არიციო. You do know Elvis is dead, right? No, Elvis is not dead. He just went home. არსებობს ეგეთი თეორია, რომ ფინეთი არ არსებობს. და ეს თეორია ხუმრობით Reddit-ზე დაწერა ერთ-ერთმა ამერიკელმა user-მა, სახელი და გვარი არ ვიცი. და მოკლედ თეორიის არსი რო აგეხსნა შენც და მაყურებელსაც, თეორიის არსი არის შემდეგი, რომ ფინეთი როგორც არის არ არსებობს, როგორც ქვეყანა. აი ხა შენ ყოფილ ხარ ფინეთში, რა? ანუ აი გინახავს ცოცხალი ფინელი, ამით ამტკიცებს, რა? და რეალურად ეს არის თურმე აღმოსავლეთ შვედეთი ამ თეორიის თანახმად. და რატო გახდა საჭირო ფინეთის შექმნა მაშინ?
და მოკლედ ეს ადამიანი Reddit-ზე ამტკიცებდა, რომ ფინეთი არის გლობალური შეთქმულება გაეროს, რუსეთის, იაპონიის და შვედეთის მონაწილეობით. რომ იაპონელებს ძალიან უყვართ სუში და იმის გამო რომ იაპონური კანონმდებლობით იაპონელები ძალიან შეზღუდულები არიან თევზ ჭერაში, ამიტომ სადღაც ხომ უნდა მოიპოვონ ეს უფასო, ანუ თევზ დიდი რაოდენობით თევზი. და ამიტომ საჭირო გახდა რაღაც ხელოვნური ქვეყნის შექმნა. რა? საიდანაც ეს თევზი რუსებს მოაქვთ თავიანთი სეინერებით, რომ გაყიდონ იაპონიაში. შვედეთი ამას დათანხმდა და ანუ გაეროთ დაითანხმეს რა და ამიტომ რუკებზე შექმნეს ეგეთი ქვეყანა ფინეთი და ყველა ჩათრეული ამ შეთქმულებაში და ამასთან სახელითაც ძალიან მაგრად ხსნის, იმიტომ რომ ინგლისურად fins რო აიღო, ფარფლებს ნიშნავს თევზის. რა? თქვენს და ეს ადამიანი თავის მიმაში წერს, რომ ამიტომ ძალიან ბევრი კი არ უფიქრეთ ამათ რა, ფინეთის შექმნაზე, ადგნენ რაღაც ფარფლების ქვეყანა რა. მორჩა გათავდა და ეხლა უყურეთ საქმე რაშია. აი Reddit-ზე დიდი თემა იყო, ეგ თავის დროზე და 90% ბუნებრივი არიჯებს ამბობს სისულელია თქვენ გიჟები ხო არ ხართ, როგორ არ არსებობს, ხო აგერა ფინეთი რა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის 10% რომ მას დაიჯერა. რა? და მე პირადად ესე მგონია, რომ შეთქმულების თეორიები თუნდაც იმ 10%-ზე აგებული, რომელიც იჯერებს ეგეთ რაღაცებს. რა? კი, შეთქმულების თეორიის პრინციპი რეალურად არის ისევ როგორც დეზინფორმაციის პრინციპი, რომ რაღაცა სიმართლის მარცვალი უნდა გაურიო რაღაცაში და შემდეგ ესე ამას უკვე დაუკავშიროა ის, რაც ყველა მიცის ისეთი ფაქტი და მერე დანარჩენი უკვე მაგაზე ააგო. რაც უფრო კარგად გამოგივა ეს და რაც უფრო მეტ ასეთ ცნობილ ფაქტს ჩაახსოვ, რომელიც სწორია, მით უფრო კარგად იმუშავებს შეთქმულების თეორია. ნუ ახლა გასაგებია ეგ თეორია ფინეთთან დაკავშირებით ძალიან ცუდად იმუშავებს, იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი სპორტულ სახეობებში მაინც უნახავთ ფინელები, ახლა ცხოვრებაში თუ არ უნახავთ, მაგრამ პირადად მე ნამდვილად ასეთი რამ არ გამიგია, მაგრამ სხვა ტიპის შეთქმულების თეორიები ძალიან კარგად იმუშავებს. ახლა ყველასათვის ცნობილია მუდმივად გვესმოდა ბავშვობაში, რომ მასონები მართავენ მსოფლიოს. ილუმინატები. ილუმინატები, ფრანკმასონები, ახლა მერე ეს საერთოდ ვიღაცა ის განსაკუთრებული პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირების კლუბი, რომელიც იკრიბება და ასე მართავს. ნუ ეს ყველაფერი იყო, ასე ვთქვათ, მასონური შეთქმულების ვარიანტი. და შესაბამისად ამ მასონებთან დაკავშირებით ახლა მე-18-19 საუკუნეებში ეს მასონური ლოჟები არსებობდა და კი ძალიან პოპულარული იყო. ჯუმასაც აქვს აღწერილი და იგივე ჯუმას ჟოზეფ ბალზამო რო ავიღოთ. ო, რას ამბობ, გრაფი სენ-ჟერმენი და ამ შემდეგ. და მთლიანად ასე ვთქვათ, აი ამ მასონური იმაზე არის აგებული, რომ საფრანგეთის რევოლუცია სწორედ ამ მასონური ლოჟის წყალობით მოხდა და რომ გადაიდო მხოლოდ იმიტომ, რომ მეფე მოკვდა მოულოდნელად და თორე ლუი მე-15-ის მმართველობის ბოლოსკენ უნდა მოწყობილიყო. მთელ მსოფლიოს რო განაგებდნენ მასონები და აი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგაც რო შეთქმულება მასონების მოწყობილი იყო, ესეც ვიცით. ცნობილი ისტორია თუნდაც ებრაელების მიერ მსოფლიო სიონისტური სახელმწიფოს შექმნის სიონელ ბრძენკათა ჩანაწერები, კი. ხმები ეს, რომელიც მთლიანად ოხრანგის მიერ იყო შეთხზული, სხვადასხვა წყაროებიდან აღებული მე-19 საუკუნის შუა ხანებში დაწერილი ამა თუ იმ ფილოსოფოსის თუ უბრალოდ ნაკლებად ცნობილი მოღვაწის მიერ, რომელიც ამტკიცებდა, რომ აი სიონისტები აპირებენ მსოფლიო ძალაუფლების მოპოვებას და სიამოვნებაში კი ერთადერთი მიზანი ჰქონდა ამას. რუსეთში უნდა გაემართლებინათ პოგრომები, რომლებიც დაიწყეს ებრაელების წინააღმდეგ. ხო, ნუ ყოველთ თავიანთი რაღაც ფინანსური თუ სხვადასხვა გასაჭირის გასამართლებლად ყოველს ადვილია, რომ მონახო რაღაც გარე ძალა და თქვა, რომ აი ეგენი გვიშნია ჩვენ ხელს თორე ჩვენ ყველაფერს მივაღწევთ, თქვენ კოსმოსში გავფრინდებოდით, მარსის კოლონიზაციას დავიწყებთ, უბრალოდ აი ეს ბოროტები ხელს გვიშლიან. ხო, რუსეთში როგორც კი რაღაცა გაუჭირდებათ, ებრაელები არიან დამნაშავეო, ასეთი ბეჟიდოვ სპასაი რესიუ, კი ბატონო.
დაერია ებრაელებს გადაარჩინენ რუსეთი, რატო უნდა გადაარჩინო რუსეთი ამ ფორმით და რა შირს გადასარჩენია ასეთი ყოველთვის ეგ სხვა საქმეა, მაგრამ იგივე რა ვიყოთ დღეს რა ვიყოთ უკრაინაში რაც ხდება კრივოი როგის და სუმის და ამ შემდეგ სხვადასხვა ტრაგედიებს თუ აიღებ ლაპარაკი რომელიც გესმის რუსულენოვანია მე მქონდა შეხება კერძო კომპანიაში ვიყავი რუსულენოვანი პარტნიორები ყავდნენ უკრაინიდან და კომუნიკაციის ენა რუსული იყო რა იმიტომ რომ გინდისა აიღო ეხა ჩვენ სოხუმელები ვართ თან და ვიზა ლინგვა ფრანკა მაინც რუსული იყო ხო ეხა დღეს ჩვენ გაცილებით ანუ უაქცენტო რუსული მოქეს შემიძლია თქვა რა ანუ ამაში არც სასამართლოს ხედავ არაფერს არც ამაყოს რა ფაქტია ჩემ ცხოვრებაში სოხუმში გავიზარდე სოხუმში დავიბადე და ლინგვა ფრანკა იყო ხო მაგრამ აი ისევ ეს პრინციპი მაინც რჩება რომ ვიღაც უნდა მონახონ თუნდაც აბსურდული მტერი და გადააბრალო მაგრამ ერთი მომენტია რაც უნდა გითხო ანუ თვითონ ადამიანებს შენი აზრით გვაქვს თუ არა მოთხოვნილება რაღაც მარტივი რაღაცები ძალიან რთულად ავხსნათ რა აი რო ავიღოთ შეთქმულების თეორიები მაგალითად ერთ-ერთი შეთქმულების თეორია ცნობილი არის რომ არავითარი მთვარეზე გადაჯდომა არ ყოფილა ხო ამერიკელები მთვარეზე არ დამსხდნენ და ეს ყველაფერი თურმე იყო CGI არა და CGI ხარისხი რო ნახო 79 წელს იყო ხო მუნლენდი CGI ხარისხი რო ნახო ანუ აი ჩემი ბავშვი დღეს 3 წლის უკეთ დახატავს მაგას ვიდრე იმდროინდელი CGI იზამდა ანუ როდესაც ადამიანები უარყოფენ ფაქტებს რაც აქვს და რაღაცას ჯიუტად ამტკიცებენ რა და ანუ აქ რაღაცნაირ ქვეცნობიერი თუ ცნობიერი სურვილია რომ ყველანაირად მარტივი რაღაცები გაცილებით რთულად ახსნა ანუ ელვის პრესლი კი არ მოკვდა სიტყვაზე არამედ უცხო პლანეტელებმა გაიტაცეს ანუ რატო უნდა გინდოდეს ერთი შეხედვით მაგრამ ამას ხო არ აქვს ადგილი საერთოდ ამოუცნობისკენ ლტოლვა ადამიანის მისწრაფებაა ვერ შესაბამისად, როდესაც რაღაცა საიდუმლოებას გადააწყდება, ცდილობს ხანდახან რომ ყველაზე პარადოქსალური ახსნა განმარტება მოუძებნოს. ნუ რაც შეეხება ახლა ცნობილი ადამიანების სიკვდილს, აქ მიუღებლობასთანაც გვაქვს საქმე, რომ როგორ ჩემი ასე ვთქვათ, კერპი ვინც არის, ის მოკვდა, რამე შველება აწი მირჩევნია ვიფიქრო, რომ ის უცხო პლანეტელებმა გაიტაცეს, ვიდრე სიამბლეში მოკვდა, იმიტომ რომ მაშინ იმედს ვიტოვებ, რომ ის შეიძლება გამოჩნდეს და კიდევ ახალი სიმღერები დაწეროს, ან ახალი რა ვიცი მე ახლა ახალ ფილმში გადაიღონ და ასე შემდეგ. მაგრამ რეალურად ახლა განსხვავებაც არის ახლა ეს ასე ვთქვათ არც ისე ბოროტი ამბავია ამ შემთხვევაში არც ისე დიდი პრობლემაა მსგავსი ტიპის შეთქმულების თეორიების როცა გჯერა მაგრამ როდესაც შენ გჯერა იმის რომ ვიღაცა მოაჯდება მსოფლიოს და ეს მსოფლიოს მართავს და ამით შენს ცხოვრებას ზემოქმედებას მოახდენს რაღაც უცნაური კლუბი იქნება ეს თუ ორდენი Opus Dei მაგალითად კი ეგ უკვე ცოტა სხვა იმაში გადავდივართ სივრცეში თან აქ პარადოქსალური იცი რა არის რომ მსგავს შეთანხმება რომ მოხდეს მაშინ სოფლიო უნდა დავიწროვდეს სადღაც ჩრდილოეთ ამერიკა ევროპის ზომებამდე იმიტომ რომ იგივე ჩინეთი იგივე არაბული სამყარო იგივე აფრიკა ხო ანუ როგორ წარმოუდგენია ამ ხალხს თქვათ ამათ თანამშრომლობა, იმიტომ რომ იგივე არც მასონების შემადგენლობაში და არც თქვათ რაღაც ებრაულ შეთქმულებაში ამ კომბინაციაში მოდი ესე ვთქვათ, არ მონაწილეობს რა სოფლიოს 2/3 რა. არა, მონაწილეობს, ჩინეთი მონაწილეობს, რატო არა, კულტურული მარქსიზმის სახით, ახლა ესეც ებრაული ვარიანტი შეიძლება და ხო, მაგრამ არა მაოისტური განხრით და არა მით უმეტეს იმ სახით რაც დღეს გვაქვს. ხო, მაგრამ ახლა ყოველ შემთხვევაში ახლა ჩვენ უკვე ამასთან მიმართებაში უკვე ახალი თეორია წამოვიდა, რომ ესე იგი ჩინეთი მუდმივად ყველაფერს ესე იგი ცდილობს თავისი კუთხით განალაგოს. ნუ ცნობილია ახლა ჩინური გამონათქვამი, რომ 1000 წლეულებით ფიქრობენ ისინი და შესაბამისად აქედან გამომდინარე თulis ვიღაცები, რომ აი ჩინეთს ყველაფერი გათვლილი აქვს და ჩინეთი ყველაფერს აი ასე გეგმის მიხედვით ახორციელებს. ნუ ანახორციელებს და ან არა გეგმის მიხედვით არ ამგონია რომ უბრალოდ შეუძლებელია წინასწარ რაღაცა დაწერო და იმან 100 წლის შემდეგ იმუშაოს ყოველგვარი პრობლემა. ხო, იმიტომ რომ ეგეთი თეორიები არ ითვალისწინებენ დინამიკას.
დინამიკას, მოვლენების განვითარებას ყველაფერი შეიძლება შემთხვევით შეიძლება მიწის ძვრა მოხდეს და მორჩა. რატო და რა ავიაკატასტროფაში ვიღაცა მოყვეს. მაგრამ ერთი ცნობილი თეორია იყო მაგალითად ეს რა ქვია მაგას ლუბიმოვმა რო წარმოადგინა მიხაილ ლუბიმოვმა რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო კგბ-ს მიერ განხორციელებული სპეცოპერაცია. ხო და მთავარი მომენტი რაც მე დავიჭირე იმაში როდესაც ლაპარაკობს რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ორი რამე ვერ გავითვალისწინეთ, თუ ერთი რამე რაც ვერ გაითვალისწინეს იყო გეკაჩეპე. ანუ პუჩი რომელმაც დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა და სულ სხვა პირობებში მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლა, თქვათ ის თუ იყო გეგმა, ანუ ავტომატურად აურია ყველაფერი და შესაბამისად იმ გეგმის მიხედვით უკვე ვერაფერი ვერ წავიდოდა და ის აგრძელება მტკიცებას, რომ ეს ყველაფერი ეს გეგმის მიხედვით მიდის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ანუ რომ იმისაც რომ ხელახლა აღდგარიყო საბჭოთა კავშირი, რომ ხალხებს თვითონ მოეთხოვათ საბჭოთა კავშირის აღდგენა და ნუ ახლა ხედავთ რომ რასაკვირველია მსგავსი არაფერი არ ხდება, ეს უბრალოდ შემოგდებული ვარიანტი იყო და მაშინ როდესაც ეს ვარიანტი შემოაგდეს, უკვე პუტინი ცდილობს კლავინდებურად რომ მისთვის ხო საბჭოთა კავშირის დაშლა გეოპოლიტიკური კატასტროფაა, ცდილობს მის აღდგენას უკვე სამხედრო გზით აპირებს ამის გაკეთებას. ერთი მომენტი რაც თავად ვიახსენე და მეც მინდა შევჩერდე, ანუ მთელი ეს პროპაგანდა და შეთქმულების თეორიები ხშირად ეფუძნება რა ფაქტორს? ნუ პირველი გებელსის ცნობილი ნათქვამი, რომ რაც უფრო საშინელი ტყუილი, რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო მეტად იჯერებს მას ხალხი. პროპაგანდის ერთ-ერთი ხერხია ეგ რა. ანუ იმდანად დაუჯერებელ რამეს ამას, რომ მე ადამიანი ფიქრობს, რომ ეხა ამას ხო არ მოიტყუებოდა, ანუ ასეთი ტყუილი რად უნდა, ხო? ამ ტყუილთან ერთად ოღონდ აუცილებელია ხშირ შემთხვევაში 10% მაინც უნდა იყოს სიმართლე. იმ 10% სიმართლეზე ისე ორგანულად და ისე ლამაზად აგებენ ამ 90% ტყუილს, აი ხა მინდა მაგალითი მოგიყვანა სოციქსელში წავაწყდი რა. მოკლედ ერთ-ერთი კომენტარის სახით წავაწყდი, თან განვითარება არ მოყოლია, მაგრამ მოკლედ ერთ-ერთი ქართველი Facebook მომხმარებელი ამტკიცებდა, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის არსებობს შეთანხმება, უკრაინა უკვე გაიყვეს, მაგრამ აი ყველა საინტერესო რა არის, რომ თურმე დიუპონების ოჯახმა, ცნობილი ოჯახია დიუპონების ამერიკაში, დიუპონების ოჯახმა მთელი ეგრეთ წოდებული ჩერნეზიუმ, შავი მიწა რაც არის, ხუმუსი მდიდარი, დიუპონების ოჯახმა დასავლეთ უკრაინაში მთელი ეს ჩერნეზიუმი იყიდა და დასავლეთ უკრაინა რჩება ამერიკას და დანარჩენი რუსეთს. აქ ერთადერთი რამეა, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე. დიუპონების ოჯახი არსებობს. და თან ხო კვადრატულობაც ქონდა მითითებული, რომ 600,000 კვადრატული მეტრი თუ რაღაცა იყიდესო და ეს კვადრატულობა მთლიანად უკრაინის კვადრატულობას აღემატება. მაგრამ დიუპონების ოჯახის გარდა ხო არაფერი არაა სიმართლე, მაგრამ აქ რა მომენტია, რომ ეხლა წარმოიდგინე შენ ხარ რაღაც დიასახლისი, არ ვიცი, პირობითად მანქანებს არემონტებ, მანქანები ჩამოყავს, აი რავი, მედიკოსი ხარ, ფარმაცევტი, რაღაც სხვა პროფესია გაქვს, სხვა საზრუნავები გაქვს. აი ამას წააწყდი. ხო შენ ხარ არა გაქვს იმდენი დრო და იმდენი სპეციფიური განათლებაც გჭირდება, ხო? განათლებაც ხო დროა რომელიც წარსულში რაღაც. არ იცი იმდენი, რომ პირველი ჩერნოზემით მდიდარი რეგიონები საერთოდ დასავლეთ უკრაინაში საერთოდ არა ეს მიწა. ნუ გალიციის გამოსვლით. ხო, მაგრამ იმ რაოდენობით არა რაც აქეთ აღმოსავლეთში რა, ანუ ალოგიკურია ეს. გავსი შეთანხმება არ არსებობს. არანაირი, აი ეს არის სისულელე, მაგრამ დიუპონების ოჯახი არსებობს. და ამას ასე ღრმად არავინ არ ჩაეძიება. ხა მე და შენ ჩავეძიოთ, მაგრამ სანამ საბოლოოდ ჩვენ ამის უარყოფას დავიწყებთ, ინფორმაცია უკვე მისულია იმ ხალხამდე რა. ესე უკვე სწამთ შეიძლება. რა? ნუ თუ გავიხსენებთ ძველ ცნობილ ქართულ მისტიფიკაციას, როგორ აპირებდნენ ქართველები მოსკოვის აღებას და გენერალი ხორთუმოვი და ასე შემდეგ, მარტო სახელებით რომ უნდა მიმხვდარიყავი, რომ ეს შეუძლებელია ყოფილიყო და მე ამას უკვე როგორც ნაღდ ფაქტს ისე გვამცნობდა სხვა Facebook მომხმარებლები. განათლების პრობლემა ნამდვილად არსებობს ზოგადად საერთოდ ადამიანში. ყველა საკითხი შეუძლებელია ადამიანმა იცოდეს. ბუნებრივი. აქედან გამომდინარე, დეზინფორმაცია ზუსტად იმაზეა აგებული ამ შემთხვევაში, რომ რაღაცა რაც ნამდვილად ყველასათვის ცნობილი. ახლა დიასახლისმა შეიძლება დიუპონების ოჯახიც არ იცოდეს, მაგრამ თუ გადამოწმებას დაიწყებს, დიუპონებით დაიწყებს. სწორი. და შესაბამისად იმას აღმოაჩენს, რომ ეს არსებობს. ან გაგონილიც რო არ ქონდეს, მაინც ყოველ შემთხვევაში იმის თანაგვარია, რომ დაიჯერებს.
ამიტომ ეს კონკრეტული ფაქტი ამ შემთხვევაში ძალიან ისე ჟღერს ვიღაცისთვის, მაგრამ უმრავლესობისთვის ახლა ალბათ დააკვირდება ახლა რომ პრინციპში თუ სკოლაში კარგად აქვს ნასწავლი თავის დროზე გეოგრაფია, მიხვდება რომ ძირითადად ესე საბეღლე რაიონები უკრაინის აღმოსავლეთ უკრაინაშია და არა დასავლეთ უკრაინაში. და ტერიტორიას გაიხსენებს რამდენი არ არის და ასე შემდეგ. რეალობაში დღეს როდესაც გადავხედოთ ახლა დღევანდელ სიტუაციას რო გადავხედოთ, რუსული დეზინფორმაცია, ახლა რო გავცდეთ ამ ქართულ იმას, რუსული დეზინფორმაცია რეალურად სიმართლის მარცვალსაც არ იტოვებს ფაქტობრივად. ერთადერთი, აი ვთქვათ, რატომ შეიჭრა უკრაინაში რუსეთი, ხო? დეზინფორმაციული კამპანია აწარმოა მთლიანად, რომ უკრაინაში, ესე იგი, ნაცისტების აღორძინება მოხდა, უნდა მოხდეს დენაციფიკაცია ამ რეგიონის და შესაბამისად აქედან გამომდინარე მთლიანად წინ წამოწიეს ბანდერას ფიგურა. ახლა ბანდერას სახელის ხსენება პოსტსაბჭოთა სივრცეში იწვევს ამ რეაქციას პირველ რიგში. რომ ეს არის ნაცისტებთან დაკავშირებული და ნაცისტი პიროვნება. ამ დროს ბანდერა იჯდა საკონცენტრაციო ბანაკში. ბანდერას 1941 წლის 30 ივნისის აქტის შემდგომ და დამოუკიდებლობის აღდგენა როდესაც გამოაცხადეს ლვოვში. ბანდერა შინაპატიმრობაში მოათავსეს ჯერ ბერლინში. შემდგომ გადაიყვანეს შპანდაუს ციხეში და შემდგომ 42 წლის იანვრიდან გადაიყვანეს ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც იჯდა 1944 წლის სექტემბრამდე. ანუ მას აბსოლუტურად არც ერთი დანაშაული არ აქვს ჩადენილი სამხედრო, რასაც ადგილი ჰქონდა უკრაინის ტერიტორიაზე ნაცისტების მიერ. და როდესაც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი არსებობდა. ხო, მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირი გერმანიის პაქტით რო დავიწყებთ, ახლა ეს კიდე ცალკე თემაა, ხო, დეზინფორმაციის. ბანდერას სხვა შორის საბჭოთა მხარეს ჰქონდა მცდელობა რომ ბანდერა გასამართლებულიყო ნიურნბერგში, მაგრამ გამოძიებლებმა დაასკვნეს რომ არანაირი საფუძველიც კი არ არსებობდა ბანდერას გასამართლების. რომ ავიღოთ საბჭოთა კავშირი გერმანიის 1929 წლის პაქტი ძალიან საინტერესო მომენტია. როგორ შეიცვალა მისი სახელწოდება საბჭოთა კავშირი გერმანიის პაქტიდან მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტამდე. კი ბატონო. ესეც პროპაგანდის ნაწილია. აი, დააკვირდით. პაქტს როდესაც ხელი მოეწერა, ეს არის საბჭოთა კავშირის გერმანიის პაქტი. მისი რატიფიცირება საბჭოთა კავშირმა და გერმანიამ აგვისტოშივე მოახდინეს. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მოახდინეს. სამ გერმანია პოლონეთს დაესხმოდა თავს. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ეს არ არის ორი პიროვნების პაქტი. მაგრამ თანდათანობით კი, მათ მოაწერეს ხელი, მაგრამ რატიფიცირება მოახდინა სახელმწიფოებმა. როდის დაიწყო, ასე ვთქვათ, ამის წამოწევა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის როგორც სახელწოდების. 60-იან წლებში იწყება თანდათანობით, როდესაც ესე იგი სურს აი ეს ნაცი სოვიეტ ფაქტ, რაც არის ინგლისურენოვან ლიტერატურაში დამკვიდრებული, საბჭოთა მხარემ აქციოს, რომ ეს იყო არა სახელმწიფოებს შორის შეთანხმება, არამედ ორ პიროვნებას შორის შეთანხმება, რომ დაამციროს მისი როლი ამ კუთხით. პლუს ამას პროპაგანდა მიდიოდა მთელი 50 წლის განმავლობაში, რომ არა რას ამბობთ, არავითარი გაყოფა არ მომხდარა გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის. ეს იყო თავდაცვისთვის მზადება და ასე შემდეგ. სიამოვნებაში არც თავდაცვისთვის ემზადებოდა საბჭოთა კავშირი და 1941 წელს იქით აპირებდა გერმანიას თავდასხმას. უბრალოდ დაასრო ჰიტლერმა. ვიქტორ სუროვის წიგნში კარგად სხვა შორის. ხო, და ამაზე ბევრი ლიტერატურა ხო ლიდაკოლქვია თორსტა. კი, ყინულმჭრელი, ანუ მან პირველმა ასე ვთქვათ ყველაზე ლოგიკურად ახსნა ეს სიტუაცია, თუმცა შემდგომ რამდენიმე სხვა ავტორი გამოჩნდა, რომელმაც უკვე თემო შენ რო ბანდერა ახსენე და დენაციფიკაცია და არ შემიძლია არ ვახსენო თან არ მკითხო რა. მოგეთ პროპაგანდის ერთ-ერთი ხერხი ან გაშავების ერთ-ერთი ხერხი არის ეგრეთ წოდებული დამპალი ქაშაყი რა, სურსტრომინგ არსებობს ეგეთი შვედური კერძი, არის რაღაც ჩამოჟუჟებული თევზია, რომელსაც ძალიან დამპალის უნდა. ახლა პროპაგანდასთან რა შუაშია, ხო? ანუ
იმ შემთხვევაში რომ პროპაგანდა ამ ხერხის თანახმად ადამიანზე მთავარია ამ შემთხვევაში ქვეყანაზეც გაავრცელოს, მაგრამ ადამიანზე მთავარია გაავრცელო რაღაც მაკომპრომენტირებელი ინფორმაცია და მე თავად საზოგადოებაში ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე აუცილებლად ამას ილაპარაკებენ და რაც არ უნდა რესურსი მე უკვე შენ დახარჯო ამ შენ მაკომპრომენტირებელი ინფორმაციის გაქარწყლებაზე ეს აი როგორც ეს დამპალი თევზის სუნი მაინც აგეკიდება. აი მაგის შემთხვევაში ზუსტად რა არის, იცი არ მაგ დენაციფიკაცია რაც შენ ახლა ახსენებ ბანდერა და ბანდერას კულტი უკრაინაში არ არსებობს. რა ვინც ნამყოფია დასავლეთ უკრაინაში შეიძლება შეგხვდეთ უფრო მეტად ბანდერა ვიდრე აღმოსავლეთში, მაგრამ რამე ხა კულტის სახე ამას არ აქვს. მაგრამ აი საინტერესო რაცა თუ გახსოვს შენ ნავალნი რომ მოწამლეს ნოვიჩოკით მეორე დღესვე რუსულმა ოფიციალურმა მედიამ და მე სოციმედიამაც აიტაცა რომ იცი რა ნავალს კი არ მოიწამლა ნოვიჩოკით არამედ სვამდა წინა დღეს რა მე გავცელა ნავალნი არ მარტო სვამდა არამედ ნარკომანი იყო და ასე შემდეგ რაც ტყუილი იყო მაგრამ ანუ ეს ნალექი დარჩა ესე ვთქვათ იგივე ოპერიდანა მოდი ესე ვთქვათ ზელენსკის ნარკომანობა უამრავჯერ შეხვდება ქართული რაღაც სოციქსელებში ვიღაც მომხმარებელი კავკასიელი ან რავი უსახელო ძმაბიჭი ეგეთ სახელებს დაირქმევენ ხოლმე ეს ყალბი ანგარიშები და აი რაღაც ზელენსკი და კოკაინი არავითარი მტკიცებულება ამისი არ არსებობს უბრალოდ გამომდინარე იქიდან რამდენი რესურსიც ამაზე რუსეთმა დახარჯა რაღაც 10% უკვე ყოველთვის მოინახება რომელსაც ეს აი ისე ჯერა თქოს იქვე იყო არავი დილერია და ზელენსკის თავად აწვდიდა ნარკოტიკს რა ანუ აი ამაზე რას ფიქრობ ხო ნუ ეს ცნობილია ამბავია პოლიტიკაში ძალიან ცნობილი ხერხია რომ შენ შეიძლება შენი ასე ვთქვათ პლუსები იმდენად არ წამოვარჩინო, რამდენიც მოწინააღმდეგის მინუსები აჩვენო. ჯერ კიდევ მარკ ტვენმა თქვა, რომ თუ გსურს შენზე ყველაფერი გაიგო, რაც კი ოდესმე არ არსებულაო, ამისთვის უნდა პოლიტიკოსი უნდა გახდეო და შესაბამისად არჩევნების წინ ყველაფერს ისეთ რაღაცებს გაიგებ შენს თავზე, რასაც ფანტაზიაშიც კი ვერ წარმოიდგენდიოდა. ეგ მომენტი დღემდე მუშაობს რეალურად ეს შავი პიარი ძალიან მოხერხებული რამ არის ამ კუთხით და ჩვენ ხედავთ ამას რომ ძალიან აქტიურად იყენებენ ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში ეს ძალიან აქტიურად გამოიყენება იმიტომ რომ რასაც აკეთებს ქართული ოცნება ეს არის რომ მე კი ცუდი ვარ, მაგრამ აი ის ჩემზე უფრო ცუდია და რატო აი ის უფრო ცუდი? აი იმიტომ რომ წლების განმავლობაში მიდიოდა დამუშავება, რომ აი ეს როგორი ცუდია ნაციონალური მოძრაობა, როგორი ცუდი იყო ეს წინამმართველობა, ის 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმი, რომ აკლემი არ ახარ. ხო, 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმი და მორჩა აი სიტყვა შეთანხმება 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმი იმ ხალხზე, ვისაც ეს საერთოდ არც ახსოვს, ახალგაზრდებზე მოქმედებს იმასავით, რომ ესე იგი რაღაცა, ასე ვთქვათ, მართლა ისე ხო არ შეარქმევდნენ ამას. ხო და იქ თავის პრობლემები რასაკვირველია არსებობდა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ყველაფერში გადაფარა აბსოლუტურად ნაციონალურ მოძრაობა და თუ ვინმე ცუდის გამკეთებელი იყო ნაციონალურ მოძრაობაში პრაქტიკულად ყველა შეიფარა ყველა მათთან არის ასე რომ აქედან ბათუმის პოლიციის ეხანდელი უკვე ახალი უფროსი რო გინძველი უფროსი ავიღოთ გინდა ახალი უფროსი ავიღოთ ვინც გვინდა ხელი რო დაადო ასე ვთქვათ კარგად ყველა ვინც კი რამის ცუდის გამკეთებელი იყო ყველა მანდ არის ახლა და ამას ემატება რეალურად ქვეყნის ღალატი ასე რომ იმიტომ რომ ევროპაზე ჩამოცილება ეს არის საქართველოს ღალატი ამ შემთხვევაში რუსეთთან მარტო დატოვება და რუსეთზე ფსონის დადება. თემო ეხლა მინდა შევეხოთ Deep State და გლობალური ომის პარტიას და ასე შემდეგ რა. ანუ მე პირადად თავად ვერ ჩამოვყალიბდი როგორი პოზიცია უნდა მქონდეს რა. იმიტომ რომ ერთი მხრივ აი ამდენ სისულელეზე სერიოზული კომენტარი მართლა საცილო გეჩვენება და მეორე მხრივ აუცილებელია რომ ხალხს ჰქონდეს სწორი ინფორმაცია იმის შესახებ თუ ეს ყველაფერი რა არის და რატომ არის რაღაც ჰაერიდან მოტანილი პრაქტიკულად სისულელე და როგორ იყენებს ამას ქართული ოცნება რა ანუ იგივე ხა deep state-ი რო ავიღოთ deep state ეგ ტერმინი ქართული ოცნების მიერ დამკვიდრებული არაა რომ დაგუგლო ვიკიპედიაში ცალკე სტატია რომ
თავიდან ამით მოიხსენიებდნენ თურქეთში სამხედროების მმართველობას და სამხედროების მმართველობა თურქეთში საერთოდ არაა საიდუმლო, რომ სამხედროები წარმოადგენდნენ, ასე ვთქვათ, ქემალისტური ათათურქის მემკვიდრეობის გარანტს. კონსტიტუციაშიც იყო თურქეთის სამჯერ გაწერილი, რომ თურქეთის სამხედროები არა მარტო საგარეო საფრთხეებისგან, არამედ შიდა საფრთხეებისგანაც იცავენ რესპუბლიკას, რესპუბლიკურ წყობას. მაგალითად 1960 წელს, როდესაც მოხდა გადატრიალება, იმ საფუძვლით მოხდა, რომ სამხედროებმა ჩათვალეს, რომ პოლიტიკური ისლამი ისევ ბრუნდებოდა თურქეთში და ამიტომ რესპუბლიკა რო შეენარჩუნებინათ, ჩაერიან, ხო? და 2016-ში იყო ბოლო წარუმატებელი ამჯერად მცდელობა ამ სამხედრო გადატრიალებას და აქედან წამოვიდა ეს ტერმინი, რომელიც რას ნიშნავდა არსით, რომ მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში არსებობდა ოფიციალური თანამდებობის პირები, არაოფიციალური კულუარებს მიღმა ფარდის უკან გავლენა ჰქონდათ სამხედროებს, რა? და ის ვთქვათ, აქედან შემდგომ უკვე რაღაც ამერიკაში ობამას პერიოდში გადადის ეს deep state, მაგრამ სრულიად ტრანსფორმირებული გვიბრუნდება საქართველოში და თან ყველაზე საინტერესო რა არის, იცი? რომ ის, რასაც deep states უწოდებენ და deep states როგორც ხსნიან, ყველაზე მეტად ვის შეესაბამება დღევანდელ საქართველოში? იმ ხალხს, რომელიც ქვეყანას მართავს ისე, რომ არ უჭირავთ არავითარი თანამდებობა, არაფერს, ესე ვთქვათ, ქაღალდზე თითქოს არ წარმოადგენენ, მაგრამ ყველა მიცის, რომ პირობითად თემის დაალაგება თუ გინდა, ხა საქართველოში ვისაც არ უნდა კითხოდა, რომ გააჩერდა, რომ თქვა, რომ ირაკლი კობახიძე უფრო მაღლა დგას თუ ბიძინა, აი იქნება შენერით პასუხი. რასაკვირველია ბიძინა? ხო, რასაკვირველია, მეც რომ კითხო იგივეს ვიტყვი რა, ეხლა რომ ბიძინა ივანიშვილი წყვეტს ამ ქვეყანაში თემებს, რა. თუ ბიძინა რამე თემას არ წყვეტს, ესე იგი მას არ აინტერესებს, მაგრამ ამ თავადვე შეესაბამებიან ამ დეფინიციას, მაგრამ რატომღაც სხვებზე იძახიან, რომ ვიღაც საჯარო მოხელე თურმე არის deep state-ის წარმომადგენელი, რა. ხო. ნუ უნდა ითქვას, რომ დასავლურ სამყაროში deep state-მა თანდათანობით შეიძინა გარკვეულწილად ბიუროკრატიული რეჟიმის ამსახველი დეფინიცია, რომ აი შენ შეიძლება შეიცვალოს ხელისუფალი იყოს, თქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მერე დონალდ ტრამპი, მერე ჯო ბაიდენი, მერე ისევ დონალდ ტრამპი, მაგრამ რეალური მართვა სწორედ ამ ბიუროკრატიული რეჟიმის ხელშია და ის განსაზღვრავს რეალურად იმას, რაც ხდება ქვეყანაში და deep state-მა დაახლოებით ეს დეფინიცია შეიძინა ამ მომენტისათვის და აი ამ ბიუროკრატიულ რეჟიმთანს გამოუცხადა ვითომ დონალდ ტრამპმა ბრძოლა. რაც შეეხება ახლა ქართულ ოცნებას, ახლა მოდით მივუდგეთ ასე, ახლა deep state-ზე გადასვლა ქართული ოცნებისთვის იყო მეორე ნაბიჯი, პირველი გლობალური ომის პარტია იყო. მხოლოდ და მხოლოდ ტრამპისადმი, ასე ვთქვათ, ტრამპთან დალაგების იდეით მოხდა ეს ყველაფერი. გლობალური ომის პარტიას, როდესაც აცხადებდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, შენატანი იყო მსოფლიო შეთქმულებების თეორიაში. არასდროს არავის ასეთი რამ არ დაბადებია თავში აზრად. თან მართალი გითხრათ, ბოლომდე გაურკვეველი დარჩა, ეს არის პარტია, რომელიც გლობალურ ომს ქადაგებს, თუ არის სინამდვილეში ომის გლობალური პარტია, ანუ ომის მომხრე პარტია მსოფლიო მასშტაბით. ეს არის პარტია, რომელიც იმას ქადაგებს, რაც ქართულ ოცნებას უნდა. გარეჯი საქართველოა და ასე შემდეგ. არა, მე მხედველობაში მაქრო თვითონ დეფინიციიდან გამომდინარე, ანუ გლობალურ სახელწოდებიდან გამომდინარე, გაურკვეველი რჩება ეს ამბავი, რა არის ეს ბოლოს და ბოლოს, იმიტომ რომ თუ ომის გლობალურ პარტიაზე უნდა ყოფილიყო საუბარი და არა რაღაცა გლობალური ომის წარმოებაზე, მე მგონი სხვა ისე მომენტი იქნებოდა. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ეს ჯდებოდა ქართული ოცნების პოლიტიკაში, აბა ომი გინდათ, შესაბამისად ამ სიტყვა ომის ხსენება იყო აუცილებელი, ამ შეთქმულების თეორიაში აუცილებელი იყო იმის ჩვენება, რომ აი ჩვენ ომი ავაცილეთ ქვეყანას. მე დაიწყო ძახილი, რომ საქართველოს ძალიან კარგი მეთოდი ამ შემთხვევაში,
რომ დააბრალე მოწინააღმდეგე ის რაც მას აზრად არ მოსდის და შემდეგ ესე იგი არ არსებული ფაქტი გამოიგონეს რომ ვითომ საქართველოს მეორე მხრიდან მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდა ვინმე სერიოზულად ახლა ვიღაცები ვინც გამოდიოდნენ გასაგებია ომის პირველ დღეებში უკრაინაში რომ კარგი იქნება თუ საქართველოს გაუხსნის ფრონტს იაპონია გაუხსნის ფრონტს ფინეთი გაუხსნის ფრონტს ახლა ყველა ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო სახელმწიფოებრივ დონეზე არასდროს არავის არ უთქვამს და მით უმეტეს საქართველოსგან არავის არ მოუთხოვია მეორე ფრონტის გახსნა იმიტომ რომ ყველასთვის ნათელი იყო რომ ეს იქნებოდა რამდენიმე დღიანი მეორე ფრონტი და არაფრის სამით უნდა შეგაწყვეტნო ყველაზე მეტად იცი რა გვარს ახსენებენ ვინც მოუწოდებდა არესტოვიჩს ხო ტიპი რომელიც შარლატანი იყო რავი ნუ პოპულარული შარლატანი ყველაზე მეტად აი ამ გვარს გიხსენებენ ხოლმე რომ როგორ არესტოვიჩი გვითრევდა ომში კი ზეგ კი ხო არესტოვიჩი რომელსაც ოფიციალურად ისეთ ამბობა ეკავა რომელსაც არ ეხებოდა ეს საკითხები ომის პირველ დღეებში უკრაინის მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ნამდვილად დადებითად იმოქმედა მისმა საუბრებმა რადგანაც მისი პროგნოზი გაკეთებული რამდენიმე წლით ადრე ახდა რომ მართლა აპირებდა რუსეთი თავდასხმას და შესაბამისად აქედან გამომდინარე მის ნებისმიერი სიტყვა აღიქმებოდა სხვანაირად და მით უმეტეს როდესაც ის ლაპარაკობდა ისეთ საკითხებზე რომელიც უკრაინელებს გულს უქონავდა ამ შემთხვევაში რომ ეს ყველაფერი ასე არ შეხედოთ გასაგებია რომ ეს მომგებიანი იყო ამ კუთხით მაგრამ რაც შეეხება ქართულ ოცნებას ახლა პოლიტიკა ის იყო რომ დააბრალე რომ მეორე ფრონტის გახსნა მოგთხოვეს არავის არ მოუთხოვია და მე ჩვენ არ გავხსენით ეს მეორე ფრონტი და ამიტომ გვებძვიან ხო იმიტომ კი არ გვებძვიან რომ ჩვენ აგრესორის მხარე დავიკავეთ, ჩვენი მტრის მხარე დავიკავეთ, ლოგიკური იყო რომ უკრაინისთვის უფრო მეტი სოლიდარობა გამოგვეცხადებინა, ლოგიკური იყო რომ არ გვეფიქრა სხვის უბედურებაზე ფულის გაკეთების სხვაჟერ მაგასაც არ გთხოვდნენ, მოდი საბოლოო ჯამში ხარ რეალურად აღარავინ ესეც კი არ მოგთხოვეს, რომ მიიღეს ის ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ ამ კონფლიქტში ვიყავ ნეიტრალურები ვიყოთ, ამდენი ომი გამოვიარეთ და სანქციებს ასე ვთქვათ, ისე აქტიურად ჩვენ თვითონ არ დაუწესებთ. ხო, მაგრამ ამის მიუხედავად სტატუსი მოგცეს. ხო, და ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, ქართულმა ოცნებამ, ეს გლობალური ომის პარტია გამოიყენა მხოლოდ შიდა მიზნებისთვის ამ შემთხვევაში და მიზანი იყო ძალაუფლების შენარჩუნება. ყველაფერს აბსოლუტურად, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, რასაც ამბობს, უნდა შევხედოთ მარტო ერთ პრიზმაში. ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი. გლობალური ომის პარტია რატო აღმოჩნდა ესე ვთქვათ წარმატებული, იმიტომ რომ ბევრზე იმოქმედა, რომ ცნობილი გამონათქვამია ჩამოხრჩობილის ოჯახში იმას თოკზე არ ლაპარაკობენ, ანუ პირადად ხა ჩვენი გამოცდილება იყო, ხო, გამოვიარეთ ომი. შენ საიდან გადმოხვედი? მე ჭუმრუხინისთან გადმოვედი მაგალითად. შენ შეიძლება კოდორიდან, ხო? არა, მე საერთოდ ისე აღმოჩნდა, რომ სრულიად შემთხვევით ზუგდიდში ვიყავი იმ მომენტში. კი ბატონო, ჩვენ მაგრამ ჩემი მშობლები ჩარჩნენ და ანუ ზურა ჩარჩა. ხო, მამაჩემი ტყვეობაში იყო საერთოდ 100 დღე, ბებიაჩემი და დედაჩემი მეზობლებმა გამოიყვანეს რიგრიგობით 3 კვირის და 1 თვის შემდეგ ანუ უყურე ეს არის ორი ადამიანის გამოცდილება აქ ხო კიდე რამდენი ადამიანის გამოცდილება ომი სამოქალაქო ომიც მივამატოთ ამას და ახლა ბუნებრივია რომ საქართველოში ომზე საუბარი ახლა ყველას აშინებს ომი არ არის ის რაც შენ არ შეგაშინებს შესაბამისად ახლა ამათ ანუ გარეჯი საქართველოზე უკეთესი რაღაცა მოიგონეს რამაც იმოქმედა რა ფსიქოლოგიური ტერორი რეალურად სამოქალაქო ომი, ცხინვალის ომი, აფხაზეთის ომი, 2008 წლის ომი, არაფერს ვამბობ 98 წლის და 2004 წლის გალის რაიონსა და ცხინვალის შეტაკებებზე. ანუ იმდენად მძიმე ჩვენ ომის ტრაუმირებული საზოგადოება ვართ. იმდენად მძიმე წარსული გვაქვს ჩვენ რომ სიტყვა ომის ყოველ წამს ტრიალი ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ უპირატესობას აძლევდა ქართულ ოცნებას, მაგრამ გაცვდა ეს თემა. და შესაბამისად ნათელი გახდა თანდათანობით, რომ ეს თემა ისე უკვე ის შედეგი უკვე არ მოაქვს და ახლა უცბად შემოვიდა deep state.
და შემოვიდა მხოლოდ იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ სონი გააკეთა დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე. ოღონდ არა იმის გამო, რომ დონალდ ტრამპი რაღაცას კარგს გაუკეთებდა ქართულ ოცნებას. ახლა ერთ-ერთზე რო ავიღოთ სიტუაცია, დონალდ ტრამპი და ქართული ოცნება წარმოვიდგინოთ, შეხედეთ, ანაკლი სპორტის ამერიკელებისთვის წართმევა და ჩინეთისთვის გადაცემა, კობახიძის ვოიაჟები ირანში და იქ სიკვდილი ამერიკას ძახილის ქვეშ დგომა. ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადება. ეს ყველაფერი დონალდ ტრამპთან დალაგებისთვის აბსოლუტურად არანაირ საფუძველს არ იძლეოდა, მაგრამ მათ ფსონი გააკეთეს იმაზე, რომ დონალდ ტრამპი დალაგდება რუსეთთან. რადგანაც ზელენსკი არ უყვარს. თქვათ, ჩვენ ვუყურებთ ამას ჩვენი კუთხიდან, რომ ვხედავთ, ასე ვთქვათ, რომ ვაანალიზებთ და ვიცით, რომ ეს რეალურად ვერ იმუშავებს. ეგ საკითხი, თუ ტრამპი რუსეთთან არ დალაგდა, ეს ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ ფსონი ამათ რუსეთზე აქვს გაკეთებული. და შესაბამისად, ახლა დააკვირდით, რაღაც მომენტში სიტუაცია ასეთი იყო, რომ ჩვენ პრაქტიკულად დავლაგდით ტრამპთან. აი ამ deep state-ით, ამას თავის სიმებს რას ეუბნებოდნენ, მაგას ვამბობ. თავის ამორჩეველს, თავის წევრებს რას ეუბნებოდნენ. რომ ჩვენ პრაქტიკულად დავლაგდით ტრამპთან 80% ეს კრიზისი დაძლეულია, აგერ ახლა ნახეთ და მერე აგრძელებდნენ, ესე იგი, რომ აი ჩვენს გამო შოლცმა წააგო არჩევნები. მაკრონს ახლა მაისში არჩევნები აქვს, ვიღაცა მაისი დაინახა და 2027 ვერ ნახა მანამდე, რომ 2027 წლის მაისში არჩევნები საფრანგეთში პრეზიდენტის, მაგრამ დააკვირდით, როგორი ტიპის ტყუილით საკუთარი ბაზის კონსოლიდირებას როგორ ახდენენ. მაკრონთან მიმართებაში გასაგებია, რომ ეს იმდანად უბრალოდ უცოდინრობაზე გათვლილი ტყუილი იყო. შოლცთან მიმართებაში როგორც ყველა ტყუილი თო. ხო, შოლცთან მიმართებაში ასევე უცოდინრობაზე, მაგრამ უფრო ნაკლებად, ანუ იმის არცოდნა უნდა იყოს, რომ მერცი მოდის და შოლცის პარტია კოალიციაში რჩება და მერცი ბევრად უარესია ქართული ოცნებისთვის. და რაც შეეხება ტრამპთან მიმართებაში, რომ აი ამ deep state-ის ძახილი, რომ ტრამპი იძახის deep state-ს, შენ იძახი deep state-ს, იმას უჩნდება განცდა, რომ მართლაც სწორია ეს ყველაფერი. ხო, ანუ დაახლოებით 1-3 კვირის წინ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ტრამპი ძალიან, ასე ვთქვათ, აგრესიულად იყო განწყობილი და ჩვენ გვახსოვს თებერვლის შეხვედრის პრობლემები ზელენსკისა და ტრამპს შორის, განსაკუთრებით მაშინ და შემდგომ კიდე 2-3 კვირის განმავლობაში, ჩვენ ხედავდით იმას, რომ ფაქტობრივად ამან იმუშავა იმ ბაზაზე. ფაქტობრივად დაარწმუნა ის ბაზა. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ თავად იყენებენ, რაც ვილაპარაკეთ, ძალიან ამორჩევითად ინფორმაციას. იგივე ხა გერმანიაზე ლაპარაკისას, ან რო ავიღოთ ტრამპზე გერმანიაზე ლაპარაკისას, არასოდეს არ ახსენებენ იმას, რომ ხარს ვისაც უჭერდა ქართული ოცნება, AfD, ალტერნატივა გერმანიისთვის, ალის ვაიდენი არის ღია ერთსქესიან ქორწინებაში, ნაშვილები ბავშვები ყავს. თან იმიგრანტი ბავშვები. ამას იმედის, ხო, შრი-ლანკელია თუ არ ვთქვი ეს მის პარტნიორი რა. ამას ქართული ოცნება იმედის თუ სხვა პროპაგანდისტული არხების ერთადან არასოდეს გეტყვის. რა? ანუ სკოტ ბესენტიც რომ ასევე გეი მამაკაცია, რომელიც არის ოფიციალურ ქორწინებაში, ამას არ გეტყვიან. რატომღაც თავის ამორჩეულს ყოველს ეუბნებიან რაღაცა ეს ტყუილს, აი ჩვენ იგივე ვთქვით, რა ტრამპმა თქვა, ან რაღაც კალაძემ რო იქეთ ვალიაკი და ლამის რო მადლობები უნდა ეთქვათ, თურმე ამერიკელებს ამათ თვის და შემდეგ. ეგ მომენტი ამათ პროპაგანდაში არის. მაგრამ ეხლა ცოტა სხვა რაღაცას მინდა გელაპარაკო, კერძოდ სოციალური ქსელების გავლენაზე მინდა წაგიყვანო. ანუ სოციალური ქსელები როცა გაჩნდა, პირობითად მაინც რაღაც ტექნოლოგიების განვითარების შედეგია, ხო? ანუ ყველაფერი რაც ტექნოლოგიურ პროგრესს უკავშირდება, რატომღაც ადამიანს გონია, რომ ამან აუცილებლად პროგრესი უნდა მოიტანოს და მხოლოდ პროგრესი, ხო? პრინციპში საკმაოდ კარგი იარაღი აღმოჩნდა სოციალური ქსელები რუსეთისთვის, რა? და ამასთან ერთად აქ მნიშვნელოვანი მომენტი რა არის, რომ ამაში ფულს ხარჯავს. ანუ რუსეთი პირდაპირ ხარჯავს პროპაგანდაში ფულს. არც ერთი დასავლური სახელმწიფო პროპაგანდაში ფულს არ ხარჯავს. თავისთვის მიდის სოცქსელების ცხოვრება თუ სხვა რაღაც არხების, მაგრამ დიდი ბრიტანეთი პირდაპირ არ აძლევს რომელიღაც
სოციალში არსებულ არხს ფულს, ხო? როდესაც მარტო Russia Today-ის დაფინანსება იყო 2 მილიარდი წლების წინ, რა, მაგის მე არ მოუკლია პირიქით მოიმატა რა. და საბოლოო ჯამში ხა მივედით სიტუაციამდე, როცა რუსეთის, ესე ვთქვათ, ჩარევა სოციალიზმის მეშვეობით Brexit-ის პროცესშიც კი დადასტურდა რა. 2016 წელს იყო Brexit-ი, ხო, თუ არ ვცდები. მაშინაც დადასტურდა, პლუს რაღაც ყალბი ანგარიშები, ტროლები, ბოტები, ტროლი და ყალბი ანგარიში, ამის უკან ადამიანი მაინც დგას, რომელიც უბრალოდ ჟუჟუნა დეიდა პირობითად. კავკასიელი მართლა უამრავი ეგეთი ანგარიში შეხვდება Facebook-ზე, ერთი სურათი უდევს, ერთი პოსტი აქვს, 20 მეგობარი, კავკასიელი აწერია, რომ რაღაც თითქოს ჯერ პროკავკასიურობა არსად გაიშვას, იმდან დაყოფილია, მაგრამ თქოს რაღაც ეროვნული და პატრიოტია და ატარებს უბრალოდ წერს იმას, რაც იმ მომენტში ხელისუფლებას აწყობს. მაგრამ ეგეთი ანგარიშების გარდა, პლუს თუ გახსოვს შენ რამდენიმე კვირის წინ დაიდო ჩინური რომელიღაც ბოტ ფარმიდან იყო კადრები, მე გავგეშდი რა, როდესაც უბრალოდ ერთი ადამიანიც კი არა, უბრალოდ ტექნიკაა რა, ეს 200 მობილურია და ყველა ცალკე ეს ბოტ ანგარიშია, იქ ადამიანიც კი არ არსებობს რა. ამას საერთოდ როგორ უნდა ებრძოლო ერთ შეხედვით უკვე ხელოვნური ინტელექტი. ხო, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ხა, წარმოვიდგინე ხელოვნური ინტელექტი მალე ჩაანაცვლოს უამრავ პროფესიას. რაღაც უამრავი პროფესია იქნება რისკის ქვეშ, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი მასზე უკეთესად დაწერს სარჩელს, გადათარგმნის და ასე შემდეგ რა. მაგრამ რუსეთმა გამოიყენა ძალიან კარგად სოციალები რა. რას ფიქრობ შენ ამაზე? დეზინფორმაციის გავრცელება ძველად უფრო რთული იყო. მართლაც სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ყოფილიყო, რატომ? იმიტომ რომ წყაროების შერჩევა ჟურნალისტის ვალდებულება იყო, წყაროს შემოწმება და შესაბამისად არ იყო იმდენი საინფორმაციო საშუალება, იყო ჟურნალ-გაზეთები, იქაც იყო ყვითელი პრესა, მაგრამ ყველა მიცოდა რომ ეს ყვითელი პრესაა. შესაბამისად ოფიციალური ინფორმაციის მიღება ხდებოდა უკვე გამოცდილი საშუალებებით. Თქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს იყო New York Times-ი, თუ New York Post-ი გააჩნია ვის როგორი გემოვნება ჰქონდა ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ პოსტი უფრო ყვითელ გაზეთად ითვლებოდა, მაინც ასე ვთქვათ, წამყვანი საშუალება იყო ყოველთვის და ათეულში ყოველთვის შედიოდა. დიდ ბრიტანეთში ეს იქნებოდა The Times. და შესაბამისად აქედან გამომდინარე გასაგებია რომ პარტიულ პრესას ნაკლები ნდობა ჰქონდა იგივე იქნებოდა ეს ბრიტანეთში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ პარტიული პრესა ამერიკაში როგორც ასეთი პრაქტიკულად არც იყო განვითარებული, ეს უკანასკნელ ხანებში მოხდა. სოციალური ქსელების გაჩენამ გამოიწვია უამრავი ახალი საინფორმაციო წყაროს წარმოშობა და ყველა ჟურნალისტი და ექსპერტი და პლუს ამას ყველას მისცა საშუალება საკუთარი ინფორმაციის გაზიარების. გადამოწმება გახდა გაცილებით რთული. ამას დაერთო სოციალური ქსელების ალგორითმი, რომელიც მსგავსი, ასე ვთქვათ, შეხედულებების ადამიანებს სულ უფრო ხშირად აწყვილებს და შესაბამისად ქმნის ეგრეთ წოდებულ bubbles. ანუ წრეს, რომელშიც თავმოყრილია ერთ-იგივე შეხედულებების მქონე ხალხი. ამან გამოიწვია ძალიან ცუდი რამ ჩაკეტვა აი ამ წრეში. გამოიწვია ის, რომ კამათი როგორც ასეთი იმ წრეში არ მიმდინარეობს ჯანსაღის სახით, მიდის მარტო ერთ-იგივე, ასე ვთქვათ, თემების პედალირება სხვადასხვა არგუმენტებით და შედეგად, როდესაც ის ცდება ამ თავის წრეს და სხვასთან მოუწევს კამათი, უკვე მართლა სერიოზული კამათი. აი იქ უკვე მისთვის არგუმენტების მიუღებლობა ჩნდება. და შესაბამისად ამან გამოიწვია ძალიან დიდი პოლარიზება და ამ პოლარიზებას ჩვენ ვხედავთ თელ მსოფლიოში. საქართველოშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და ყველგან. Brexit-თან დაკავშირებით რეალურად რაც ვიცით იმის მიხედვით, მოხდა ის, რომ პირველად მიიღო მონაწილეობა რაღაც კატეგორიამ არჩევნებში, ანუ ამ რეფერენდუმში მონაწილეობა არჩევნებში უარიღებდა ისეთმა ხალხმა მიიღო მონაწილეობა. ანუ რუსეთისთვის ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია რა შეაწყობდა რუსეთს Brexit-ი.
აი, ევროკავშირის დასუსტება გამოვიდა, მე მგონი პირიქით ბრიტანეთს ხელფეხი გაეხსნა ამით. Brexit-ს თავისი პრობლემები ბრიტანეთში ჰქონდა, ანუ აქ ოღონდ იმაზე არა, რომ რუსების გათვლები ძალიან ხშირად სტარი ახლა 3 დღეში კიევის აღება და რაღაცა. უბრალოდ იმაზე რომ ჩაირივნენ. ხო. და საქმეც იმაშია, რომ იქ რაც მოხდა პრინციპში ის ჩარევა Brexit-თან მიმართებაში რეალურად მანამდე უფრო ადრე მოხდა მსგავსი ჩარევა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2008 წელს, როდესაც უამრავი ახალი ამომრჩეველი მოიყვანა ობამამ. ზუსტად იგივე პრინციპების მოქმედებით. ზუსტად იგივე, ასე ვთქვათ, საშუალებებით. მაშინ არავის არ გაშენია ამასთან დაკავშირებით პრობლემები. რეალურად ახლა Brexit-თან მიმართებაში ფიქრობ გადაჭარბებულია ცოტა რუსეთის როლის შეფასება იმ კუთხით, რომ მან გააკეთა რაღაცა. არა, ხალი შეუწყობ, რაც შეეძლო დაეხმარა. რითაც შეეძლო დაეხმარა, მაგრამ არ ამგონია რომ ეს გადამწყვეტი ყოფილიყო. ისევე როგორც არ ამგონია რომ გადამწყვეტი ყოფილიყო რუსეთის როლი 2016 წელს დონალდ ტრამპის არჩევაში. აქ უბრალოდ რა არის, იცი? იქ რუსეთმა ითამაშა ზუსტად ისე, როგორც ვთქვათ, შენ რა მაგალითს მოიყვანე ობამაზე სამწუხარო ის არის დასავლეთმა უამრავი შეცდომა მოდი ვაღიაროთ დაუშვა რუსეთთან მიმართებაში და მხოლოდ 2014-დან დაიწყო რუსეთის აღქმა საფრთხედ და რუსეთის Russia Today-ზე ცოტა ისეთი თვალით დაკვირვება რომ ესენი თვალ ჟურნალისტები კი არა პროპაგანდისტები ხო არ არიან შემთხვევით ანუ ეგაა თორე ხო რეალურად გაცილებით ადრე დაიწყეს მოქმედება და ანუ არა ის რუსები არ მოქმედებდნენ 2008-ში მე ვამბობ რომ Cambridge Analytica-მ Brexit-ის დროს გამოიყენა ზუსტად ის მეთოდები რომელსაც ბარაკ ობამას ჰქონდა ანუ იმის მიხედვით მოძებნა სოციალური ქსელების მიხედვით თავისი სამიზნე ჯგუფები რომლებსთანაც შემდგომ ესე იგი დაიწყო მუშაობა იმაზე რომ ისინი მისულიყვნენ რეფერენდუმზე და ხმა მიეცათ გასაგებია რომ იმისთვის რაც მათ აინტერესებდათ ანუ Brexit-ისთვის ეს ზუსტად იგივე ხდებოდა ობამას პერიოდში რომ აქ შეხედულებების მიხედვით ადამიანი არჩევნებზე არ ვაპირებ მისვლას და მე იწყებოდა დამუშავება რომ არჩევნებზე უნდა მეხვიდე ამით უამრავი ახალი ამომრჩეველი შეიძინეს და ობამამ ძალიან მაღალი შედეგი აჩვენა მაშინ სარეკორდო მაჩვენებელი აჩვენა 2008 წლის არჩევნებში აი სოციალური ქსელების როლი აი ამ პოლარიზაციაში არის ძალიან დიდი ვიმეორებ იმის გამო რომ იქმნება სწორედ აი ეს ვიწრო წრეები საკუთარი ასე ვთქვათ შეხედულებების მიხედვით და აი ჯანსაღკამაც როგორც ასეთი ადგილი არ აქვს აქ არის ერთი მომენტი რაც აუცილებლად უნდა ვახსენოთ ანუ რაშიც სჭირდება აი ამ კამათის დროს დაუშვათ რომ შედგეს კამათი ან ხშირად ყველაზე ხშირად კამათი მე რაც სოციალებში Facebook-ზე წავწყდომი ვარ ხდება დაუშვათ საინფორმაციო სააგენტოების კომენტარებში ხო და აი აქ უნდა აუცილებლად ვახსენოთ რაშიც სჭირდებათ ამდენი ყალბი ანგარიში და რაშიც სჭირდებათ ეს ბოტების ფერმები რა როდესაც რაღაც ხელოვნურად აჩენენ აზრთა სიმრავლეს ან დაუშვათ შენ თემო პაპასკილი აწყდები რაღაც კომენტარებს რა აქედან 10 კომენტარია პირობითად ავიღოთ რომ რავი რაღაც ნივთი არის შავი რა თუ მხოლოდ 2 კომენტარია რომელიც ამტკიცებს რაღაც ნივთი არის თეთრი ადამიანი დამტკიცებულია ექსპერიმენტულად სოციალური ექსპერიმენტებით ადამიანი მაინც რაღაც ნაწილი ადამიანების 30% პირობითად მიდრეკილია იმისკენ რომ უმრავლესობის აზრს დაეთანხმოს ანუ შენ თუ ქმნის შთაბეჭდილებას სოციალში რომ აი რა გინდა ხალხი ესე ფიქრობს ახლა მე შეიძლება ვცდები მაგრამ 30 ადამიანი ხო არ შეცდება ან 300 ადამიანი არ შეცდება ანუ ამისთვის სჭირდებათ ეს ყალბი ანგარიშები რომ შექმნან ხელოვნური ესე ვთქვათ რაღაც სიმრავლე ადამიანებს ანუ ხელოვნურად შექმნან შთაბეჭდილება რომ რავი 20 ადამიანი ფიქრობს რომ ეს სულაც არ არის 100 ან 100-ია რომ რაღაც ნივთი არის დაუშვათ არა თეთრი არამედ შავი რა ეს არის ცნობილი ექსპერიმენტია, ეშის ექსპერიმენტი, იყო ესეთი ფსიქოლოგი სოლომონ ეში, რომელიც ჩაატარა ექსპერიმენტები კონფორმიზმზე. ანუ ეთანხმება თუ არა ადამიანი უმრავლესობის აზრს მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თავად სულაც არ ფიქრობდეს ასე. და იქ იყო ერთ-ერთი მაგალითი რაც 3 თუ 5 სხვადასხვა სიგრძის ჩხირი იყო, რომელზეც უნდა ეთქვათ, რომ აი რომელი იყო ყველაზე გრძელი ჩხირი, ხო, პირობითად, ან რაღაც ნივთი უნდა ყოფილიყო შავ ნივთზე, რაღაც რაოდენობა
ექსპერიმენტის მონაწილეების აუცილებლად დაუნდა რომ ეს არის თეთრი და ეშის ნათქვამია რომ ძალიან სამწუხაროა რომ განათლებული ახალგაზრდა ადამიანების რაღაც ნაწილი მაღალი პროცენტი იყოს რაღაც 30-ზე მეტი იყო ეგეთების პროცენტი რომ აი მაღალი პროცენტი მზადაა შავზე თქვა თეთრი და თეთრზე თქვა შავი უმრავლესობის ზეწოლის ქვეშ რა და აი ამაში ჭირდება თქო ეს ყალბი ანგარიშები. კი, სწორი დაკვირვება ცალსახად საქმე იმაშია რომ როდესაც ბევრი ანგარიშიდან, მოდი ასე ვთქვათ, ან ბევრი მომხმარებელი ამბობს თუნდაც აბსოლუტურ სისულელეს, ჩვეულებრივ ადამიანს უკვე არ უჭირს იმ სისულელეს გამეორება, არ უჭირს იმ სისულელეს ზრდის დაჯერება და შესაბამისად აქედან გამომდინარე ის მართლაც ასეა უმრავლესობის ნებით ასე ვთქვათ ნებაზე დათანხმება. ეს ნამდვილად ფსიქოლოგიური მომენტიცაა და პლუს ამას დისკომფორტს უხსნის. ახლა შენ შეიძლება ხდებოდე რომ რაღაცა არასწორია აქ, მაგრამ რა კი ყველა ასე ფიქრობს? რაღაცზე უნდა გავირთულო ცხოვრება და რატო უნდა დავიწყო ასე ვთქვათ საპირისპირო ძახილი. შესაბამისად აქედან გამომდინარე ეს ზუსტად ამისთვის ძალიან დიდი რესურსები იხარჯება. ჩვენ ვხედავთ რას რომ ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა ვთქვათ ახალი წლიდან მოყოლებული სამთავრობო გვერდების რეკლამირებას. $200,000-მდე დაახლოებით. $200,000-მდე ყველაზე მეტი დაიხარჯა ირაკლი კუბახიძის გვერდზე, ხო? კი. ანუ მეტი ვიდრე საქართველოს მთავრობის გვერდზე. კი. ხო, რომ ეს Facebook-ში რაც შეიძლება მეც ამოუგდოს. რომ რეკლამირება მოხდეს. მე ეს Facebook-ის ნუ ახლა ფულის გაკეთება და მონეტიზაცია რასაკვირველია ყველას ინტერესებშია, განსაკუთრებით ფლობელების ლაიქების ყიდვა. კი ბატონო. და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აი კომენტარების წერა ეგრეთ წოდებული ტროლების ფერმებით თუ ბოტებით და ასე შემდეგ, ნუ ეს ხედავთ რომ ხანდახან ერევათ კიდევაც, ხო? და თავისი იმიდან რეალური ანგარიშიდან წერენ იმას, რაც უნდა დაეწერათ ტროლის ანგარიშიდან, მაგრამ თან ამ საინფორმაციო სივრცეში, რომელიც დღეს ძალიან დიდია, ძალიან დახუნძლულია, სწრაფად გავიწყდება კიდევაც, ანუ ჩვეულებრივ მომხმარებელს სწრაფად დავიწყდება ხოლმე ახალ-ახალი ამბების გამო რაღაცა რაც წინა დღეებში მოხდა. დღეს ყველაფერი არის ფაქტობრივად 1 ან 2 დღის თემა. ეგ კიდე ცალკე პრობლემაა, იმიტომ რომ რეალურად ინფორმაცია იმდენად აჩქარდა, პირობითად რო ავიღოთ დღეს რომ რაღაც დიდი ტერაქტი მოხდეს რა, აი 2 დღეს შეიძლება გადაფაროს Taylor Swift-ის კონცერტმა, არა, ვიღაცამ ფეხი იტკინა და ასე შემდეგ რა. მაგრამ აი ერთი რაც შენახსენ კიდე ერთი მომენტი, აი კომენტარები, როდესაც ხდება ერთგვაროვანი კომენტარები რაღაც საკითხზე, შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ ძალიან ხშირად შეიძლება უბრალოდ სურვილი არ გქონდეს, რომ შეეწინააღმდეგო, იმიტომ რომ პირობითად ავიღოთ, რომ ვიღაცას მოუნდეს, არა გლობალური ომის პარტია, ჯანდაბას კი, აი თეორია რომ ამათ მოიგონონ ოცნებამ რომ დედამიწას სამთავა უცხო პლანეტელები მართავენ და ჩვენ რაღაცას გვაიძულებენ. ეხლა ეს ხო სისულელედ მოგეჩვენება, ხო? პირველ შეხვით, მაგრამ ალბათ ამას ალბათ უკვე არ დაიჯერებენ არა, მაგრამ არა, უყურე 200 კომენტარი რომ შეხვდეს ვიღაცას. სადმე? რამდენად მოინდომებს, აი ადამიანი, ჩვეულებრივ მე რამდენად მოინდომებს საწინააღმდეგო კომენტარის დაწერას, რომელსაც ასევე მოყვება 200 კომენტარი, შენ რა იცი, შენ გინახავს, აი შენ რა გალაპარაკებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რეალურად უკარგავენ კიდევაც ამაზე კომენტირების საშუალებას, ანუ ამისთვისაც სჭირდებათ რა, რეალურად ეს ერთობლიობა რა საბოლოო ჯამში ძალიან ესე ვთქვათ სასარგებლო ეფექტს ქმნის მათთვის. გამახსენდა რა იცი? 2 თვის წინ დაახლოებით გავრცელდა ეგეთი თეორია რა, ანუ ეგეთი ჭორი გავრცელდა რუსული არხებით, რომ თურმე ზელენსკის მეუღლე ადამიანების ორგანოებით ვაჭრობს. აბა რა გაგახსენდა? რა გაგახსენდა ეგ? სანდრა ვაჭრობს თურმე სანდრა რულოვსი ადამიანებს არავის აღარ ახსოვს, იცი ეგ? ზუსტად იმიტომ რომ აი ჩაკარგულია მოვლენებში, ახალ ამბებში და ასე შემდეგ რა, ანუ
ყველაფერი ჩაიკარგა, მაგრამ სადღაც დაილექა, ვიღაცის ტვინში მაინც დაილექა რა. ეგაა პროპაგანდის მიზანი, ეგაა ამ შეთქმულების თეორიების მიზანი. და ეს ჩვენს მიმართ წლების განმავლობაში მუშაობდა და ახლა იგივე მეთოდს უკვე გაცვეთილ მეთოდს იყენებენ უკრაინასთან მიმართებაში. რუსები, ეს ყველაფერი რომ ერთი და იგივე იმიდან დაიგეგმა და ერთ და იგივე წყაროდან მოდიოდა, ამას აჩვენებს პირველ რიგში. რეალურად რუსეთმა ძალიან სწრაფად აუღალღო იმ შეცვლილ ვითარებას და ამ სოციალური ქსელების გამოყენება ძალიან ეფექტურად მოახერხა დეზინფორმაციისთვის. და ზუსტად გიობელსის იმ ცნობილ თეორიას მიყვარს, თქვი, ტყუილი რა მნიშვნელობა აქვს მის სიდიდეს. ზუსტად ეგ არის, ასე რომ რუსული დეზინფორმაცია ყოველთვის ამაზე იყო აგებული ახლა. ხო, თემ ნელა შეჯამებისკენ მინდა წავიდეთ, აი, რა შეგვიძლია გავაკეთოთ პროპაგანდის და შეთქმულების თეორიების წინააღმდეგ. ნუ ერთი ხა გასაგები ალბათ პასუხი იქნება, რომ განათლების დონის ამაღლება. ხო? მაგრამ აი, სხვა პირველ რიგში რაც არის უმნიშვნელოვანესი ამ შემთხვევაში ამ პოლარიზებამ ჩვენთან არა მარტო სოციალურ ქსელებში დაიდობინა, არამედ დაიდობინა ინფორმაციის მიღების წყაროებშიც. პრაქტიკულად ჩაკეტილია, ანუ ის ვინც უყურებს სამთავრობო არხებს, არ უყურებს ოპოზიციურ არხებს და პირიქით. თუმცა, ახლა პირდაპირ ვიტყვი, რომ სამთავრობო არხები რასაც გადასცემს, ის ნამდვილად უბრალოდ მავნებლობაა რეალურად და ადამიანზე ძალიან ცუდად მოქმედებს ამ შემთხვევაში დაჯერების კუთხით. მინდა უფროს თაობას შევახსენო, რომ ჩვენს საბჭოთა პერიოდში ოფიციოზის არ გუჯეროდა და გაზეთში რაღაცას რო ვკითხულობდით, სტრიქონებს შორის კითხვა ვისწავლეთ მაშინ. შესაბამისად, დღეს ეს ამის საჭიროება არც არის, ელემენტარულად უბრალოდ გადართეს სხვა არხზე და მიიღებ სრულ ინფორმაციას. როდესაც გეუბნება ადამიანი რომ 200 და 300 კაცი იკრიბება რუსთაველზე და სიამოვნებაში 100,000 და 200,000 კაცია იქ შეკრებილი, ამის ნახვა მარტივია ძალიან. და ელემენტარულად შეგიძლია უბრალოდ საინფორმაციო წყაროებში მოიძიო გადამოწმა ინფორმაცია. ინფორმაციის გადამოწმება ალტერნატიულ წყაროებში. რაც არ უნდა ასე ვთქვათ გჯეროდეს იმის, რაც მოისმინე, მაინც ეცადე რომ გადაამოწმო. სხვა ვერაფერია, საინფორმაციო განათლების ანბანია ეს ამ შემთხვევაში. რომელსაც უკეთეს ხერხს ვერაფრით ამ შემთხვევაში ვერ მოიფიქრებ. და კიდევ როდესაც ახლა თეთრზე გეტყვიან რომ შავიაო, აი იქ ძალიან დიდ ბოლოში საკუთარ თავს უნდა ენდო და არა სხვის ნათქვამს. კი ბატონო. და შესაბამისად აქედან გამომდინარე სხვას ვერც ვერაფერს ურჩევ უკვე მეც. მადლობა თემო საინტერესო საუბრისათვის. დიდი მადლობა ზურა მოწვევისთვის. დიდი ხანია ერთ მაგიდასთან არ ვდარვართ. კი. აი, ეხა შემიძლია თქვა რომ სატელევიზიო რასად როდისი აი ამ მომენტში მომენატრა რა რაღაც. მოსიძის ხმაზე. რა ვიცი, მაგრამ შენთან ერთად თამაში ძალიან დიდი პატივი იყო, შემიძლია ვთქვა რომ ძალიან კარგი შედეგებიც კარგი გქონდა. ბროლის ბუს პატრონი არა მარტო მე ვარ, არამედ შენც ხარ, ასე რომ. კი, ნარმა როჩიოთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ხო, ჩვენს მაყურებელს ვეთყვი რომ გამოგყევით და გვისმინეთ. იმედია საინტერესოები მიგქნებთ. you